ერთი შეხედვით კარგი იდეა, სრულყოფილი, ლამაზი და მოკაშკაშე დიზაინი, რომელიც ბოლოს ერთი დიდი ჩაფლავება გამოდგა. ხელდათმანები, რომელიც უნდა გამხდარიყო UFC-ს ჩემპიონობის სიმბოლო, მალე ქილიკის საგნად იქცა. გააკრიტიკა ყველამ და ყველაფერმა და შესაბამისად როგორც შემოიღეს, ისევე გააქრეს. Yeah, they suck. Yeah, you don't like them? Yeah, they suck, dude. Yeah, look, they're fine. I mean, you could wrap my hands in tea towels and I'll fight the same. დღეს მოგიყვებით, თუ როგორ ჩაიშალა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ერთი შეხედვით ლამაზი იდეა. ყველაფრის მოყოლა ალბათ სულ თავიდან უნდა დავიწყო. ვინც ნახეთ ჩემი ვიდეო UFC-ს შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ამ ლინკზე გადასვლით ნახავთ, გეცოდინებათ, რომ როდესაც ორგანიზაცია შეიქმნა, მაშინ ბრძოლებში ხელთათმანები არ გამოიყენებოდა. ზოგადად, არანაირი წესები არ არსებობდა. შესაბამისად, მებრძოლებს საერთოდ არ აინტერესებდათ, სხვა ბინძურ ილეთებთან ერთად თუ შემთხვევით მეტოქეს თვალს ამოსთხრიდნენ. არ იცვათ, მაგრამ ხელთათმანების ჩაცმას UFC არც არავის უშლიდა. ეს სურვილისამებრი იყო. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ MMA-ში კრივის ხელთათმანების გამოყენება მიწაზე უპირატესობის განიაობა იყო. მეტოქეს ხელსაც კი ვერ ჩაავლებდი. ამ ყველაფრის მიუხედავად გამოჩნდა ერთი კაცი, რომელმაც ასეთი ჭკვიანური რამ მოიფიქრა. მოდი ერთ ხელზე გავიკეთებ კრივის ხელთათმანსო, მეორე შიშველი მექნება, ერთი ხელით მაგრადუცემ ხალხს და მეორეთი ვიჭიდავებო. მისი სახელი არტ ჯიმერსონი გახლავთ და რატომღაც რომ ისმა იდეამ არ იმუშავა. პირველი ვინც ცადა რომ MMA-ს ხელთათმანებით ებრძოლა UFC 3-ზე, ეს ფელიქს მიჩელი იყო. თუმცა ეს ამბავი არ გამოვიდა. მას დიდმა რეფერიმ, ჯონ მაკარტიმ, უთხრა რომ ეს არ შეიძლებოდა და მას ამის უფლება არ მისცა. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლებოდა. დროის ცვლილებასთან ერთად კი ორგანიზაციასაც უნდა შეეცვალა რაღაცეები, თუ უნდოდა რომ მეინსტრიმ მედიაში ჩაშვებულიყო. The Super Bowl of mixed martial arts. We want to make it more fan friendly. We want to get the crowd involved in it, and we want to bring back the best fighters in the world. UFC 14. ღონისძიება, რომლიდანაც წესების შემოტანას ჩაიყარა საფუძველი. მებრძოლები ახლა უკვე ვალდებულნი იყვნენ, რომ ეტარებინათ კაპი, ქვედატანის დამცავი და ხელთათმანები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ცნობილი ხელთათმანების ტიპი, რომელიც ჩვენ ვიცით, UFC-დან მოდის. არა, ჯერ კიდევ 1985 წლიდან მოყოლებული იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაში, რომელსაც შუტო ერქვა, მებრძოლები უკვე იყენებდნენ ასეთი კემპო სტილის ხელთათმანებს. ამით თითქოს ერთი პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ერთის მოგვარება მეორის შექმნა გამოიწვია და პრობლემა თვითონ ხელთათმანი იყო. როდესაც ვისმენთ კრიტიკოსების აზრს UFC-ს ხელთათმანებთან დაკავშირებით, ძირითადად მოვისმენთ ორ მთავარ მიზეზს. თვალში თითის მორტყმა Wasn't much different. You know, look, I mean, I can't see. Spots against the sport's best. Oh, another poke. Oh, it was a poke in the eye. და მოტეხილი ხელები. Hey, did you break your arm at some point in the fight? Just a scratch. We have to see. კვლევა მაჩვენა, რომ 2016 წლიდან 2019 წლამდე 6% იმ საერთო ტრამვებისა, რომლებიც მებრძოლებს ემართებოდათ ოქტაგონს შიგნით, გამოწვეული იყო მეტოქის დარტყმის დროს ხელის მოტეხვით და ძალიან ბევრი ამის მიზეზად უშუალოდ ხელთათმანის დიზაინს ასახელებდა. ასეთმა მოცემულობამ კი გამოიწვია ის, რომ ეს უკვე აღარ მოსწონდათ UFC-ს გულშემატკივრებს. აღსანიშნავია ისიც, რომ UFC თითქოს ერიდებოდა ახალი ხელთათმანების გამოცდას და თვალში თითის მოხვედრის თავიდან ასარიდებდა ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას. ხო და რეალურად რა ალტერნატივები არსებობს? ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, რომელსაც ძალიან ბევრი განიხილავს როგორც უშუალო ალტერნატივას, ეს მოძველებული პრაიდის ხელთათმანებია. პრაიდი ორგანიზაციაა, ისე რო რამე. ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს ხელთათმანები საუკეთესო არჩევანი იყო MMA-ისთვის. კარგად იცავდა ხელს და გაკეთებისას თითები ისე იხრებოდა, რომ ძალიან რთულდებოდა ვინმესთვის თვალში თითი მოგერდღა. ასევე არის კიდევ ერთი ლეგენდარული ტრევორ ვიტმენის მიერ შექმნილი ხელთათმანი, რომელსაც ONX ჰქვია. სხვა ყველა მებრძოლთან ერთად ეს ხელთათმანები დანა ვაიტსაც ძალიან უნდოდა და გადაწყვიტა გამოეყენებინა. მაგრამ ეს ამბავი ჩაიშალა, რადგან ერთი დიდი პრობლემა წარმოიშვა. UFC-ს და დანა ვაიტს სურდათ, რომ ეს ხელთათმანები მთლიანად მათი საკუთრება გამხდარიყო. ხოლო მისი შემქმნელის ტრევორის სურვილი იყო, რომ ეს ხელთათმანები სხვა ორგანიზაციებსაც ჩვეულებრივად გამოიყენებინათ. შემდეგ კი გამოჩნდა ბრენდი სახელად რიზინი, რომელიც თანამედროვე MMA-ისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ხელთათმანებად არის აღიარებული. სცადა კი საერთოდ UFC-მ, რომ ამ ზემოთხსენებული და რომელიმე დაერეპლიკებინა, ან მსგავსი შეექმნა და შემდეგ ორგანიზაციაში გამოიყენებინა. რა თქმა უნდა, არა. საპირწონედ ისევ იგივე კომპანიასთან, დიაკოსთან განაგრძეს თანამშრომლობა, რომელიც მათ წინა ხელთათმანებს ამზადებდა. ეს ისევ იმისთვის, რომ იგივე ხელთათმანის რედიზაინი გაეკეთებინათ. 2024 წლის ივნისში ორგანიზაციამ მსოფლიოს მისი ახალი ხელთათმანების პრეზენტაცია უჩვენა. It is a glove that is really going to revolutionize the MMA fight glove space. ხელთათმანები სისტემატურად იტესტებოდა და საუბრობდნენ მის დადებით მხარეებზე. ამბობდნენ, რომ წინასგან განსხვავებით, ახალს ნაკერები შიგნით ჰქონდა, რაც უშუალოდ ჭრილობების რაოდენობაში ამცირებდა. მას ასევე ბალიშის ქვეშ ჰქონდა რბილი შრეები და ასე შემდეგ.
შემდეგ მებრძოლებს თხოვეს გაეტესტათ და ეთქვათ თუ როგორი იყო. თავიდან თითქმის ყველამ ძალიან კარგად შეაფასა. არავის არაფერზე არ ჰქონია პრეტენზია. თუ ყველაფერი ასე იდეალურად იყო, მაშინ რა მოხდა? ახალი ხელდათმანები პირველად UFC 302-ზე გამოიყენეს. ბრძოლის შემდგომ კონფერენციაზე მებრძოლების უმეტესობამ დაადასტურა, რომ პროდუქტით მაყოფილი იყო. I think they're good. I think they're good punches, gloves. It's not going to do anything for eye pokes. It really isn't going to do anything at all for eye pokes. თუმცა მთავარი ბრძოლის გმირებმა, უფრო კონკრეტულად კი ჩემპიონმა ისლამ ახაჩევმა, ხელდათმანები გააკრიტიკა. Honestly, I don't like too much because it's become look very old after I using 2 weeks, you know. ხოლო შონ სტრიკლენდმა აი ესე მარტივად თავის სტილში თქვა, რომ ეს ხელდათმანების სრული ნაგავი იყო. Yeah, they suck. Yeah, you don't like them? Yeah, they suck, dude. აქედან რამდენიმე თვის განმავლობაში მებრძოლები და გულშემატკივრები ხელდათმანებს აქტიურად ყიდულობდნენ და შემდეგ ონლაინ სივრცეში განიხილავდნენ. Now, my first initial reaction to them, I was like, these things are straight trash. They're very thin. There's like nothing to them. ძალიან ბევრმა აღმოაჩინა, რომ ის დამალული ნაკერები, რომლებიც თითქოს ამ ახალი ხელდათმანების ფიშკა უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში არც ესეთი დამალული ყოფილა. Then on top of it, the big one that they wanted to stop was eye pokes. Now, please tell me how this glove was ever designed to stop eye pokes compared to the Century version. They look ასევე ხელდათმაში მუშტის შეკვრის დროს ხელდათმასა და თითებს შორის საკმაოდ დიდი მანძილი რჩებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ზედმე ჭრილობებს გამოიწვევდა. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაზეც ყველა მიუთითებდა, ეს ისევ თვალში თითის მოხვედრა იყო. არადა როდესაც ორგანიზაცია პროდუქტს უშვებდა, იმით ამაყობდნენ, რომ ამ ყველაფრის პრევენცია მოხდებოდა. UFC-ისთვის დიდი პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა ის ხალხი, ვინც მათ ონლაინ განხილვების დროს აკრიტიკებდა. პრობლემები მაშინ გაჩნდა, როდესაც ხალხმა ბრძოლების დროს თვითონ იხილა ყველაფერი. მებრძოლებს ისევ უაზოდ ეჭრებოდათ კანი. Yeah, these new ones, I'm so far at fighting with them, I still prefer the old ones. მოგვიანებით UFC 309-ზე Dana White-მა დაადასტურა, რომ ახალი ხელდათმანები უქმდებოდა და ისევ ძველი ბრუნდებოდა. They didn't work out. People weren't happy with them. So I actually made the decision, called our chief operating officer Lawrence and said, I'm switching the gloves. I want the old gloves back. So აი ასე, დაიხარჯა ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, მილიონობით დოლარი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი პროდუქტი ისევ ნაგავში მოესროლათ, თანაც ძალიან მალე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გავრცელდა გიჟური თეორიები, რომლის თანახმადაც ეს ხელდათმანები ჯონ ჯონსისთვის შექმნეს. სტიპე მიოჩისთან საბრძოლველად. ჯონი ხშირად იყენებს თვალში თითის ტექნიკას. თუმცა ხალხი მალევე მიხვდა, რომ ეს სრული ბოდვა იყო, რადგან ხელდათმანები ამ ბრძოლამდე გაუქმდა. ვიღაცაებმა მართლა დაიჯერეს, რომ ორგანიზაცია გამოუშვებდა პროდუქტს, რომელსაც ერთი კონკრეტული მებრძოლი ერთ ჩხუბში გამოიყენებდა და თან მებრძოლი, რომელიც პოტენციურად ბოლო ბრძოლას ატარებდა ამ სპორტში. როგორც არ უნდა იყოს, ამ სპორტმა ბევრი ევოლუცია განიცადა. ჯერჯერობით ის პრობლემა, რომელზეც მე ამ ვიდეოში გესაუბრეთ, ისევ მოუგვარებელია. მე დღეს ამით დაგემშვიდობებით, თუ მსგავსი კონტენტი გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩემს წინა ვიდეოებს უყუროთ და თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.